პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების საერთაშორისო პროექტები და საინვესტიციო გარემო განიხილეს საქართველოსა და ყაზახეთის პრემიერ-მინისტრებმა. დისკუსია ჯერ პირისპირ, შემდეგ კი გაფართოებულ ფორმატში გაიმართა. პირველ რიგში გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნას. გისურვებთ წარმატებას ამ საპასუხისმგებლო პოსტზე. ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენი პირველი ვიზიტი ყაზახეთში მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელიც გვთავაზობს ახალ პერსპექტივებს ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში. ჩვენ ქვეყნებს აქვთ ბევრი საერთო ინტერესი. ჩვენ ვაფასებთ თქვენს პირად ძალისხმევას ყაზახეთ-საქართველოს პარტნიორობის გამტკიცების თვალსაზრისით. დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30-ზე მეტი წლის განმავლობაში ყაზახეთი და საქართველო იქცნენ არა მხოლოდ მეგობარ სახელმწიფოებად, არამედ სანდო პოლიტიკურ და ეკონომიკურ პარტნიორებადაც. საქართველო არის ყაზახეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორი. ამ მხრივ აღსანიშნავია პოზიტიური ტენდენციები ინვესტიციების მხრივ. ყაზახმა მეწარმეებმა განახორციელეს დაახლოებით 620 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიციები საქართველოს ეკონომიკაში. ჩვენი ურყევი გადაწყვეტილებაა ჩვენი საინვესტიციო პარტნიორობის შემდგომი გამტკიცება და ბიზნესისთვის პირობების გაუმჯობესება. ვაჭრობა ჩვენ ქვეყნებს შორის დღესაც ყურადღების ცენტრშია. ჯერა რომ არსებობს ჩვენი სავაჭრო ურთიერთობების შემდგომი დივერსიფიკაციის დიდი პოტენციალი. ტრანზიტი და ტრანსპორტი ჩვენი თანამშრომლობის უმნიშვნელოვანესი სფეროებია. როგორც ყაზახეთი, ისე საქართველო წარმოადგენს ტრანსკონტინენტური სატრანსპორტო დერეფნების სასიცოცხლო მნიშვნელობის რგოლს და გვთავაზობს ევროპის და ჩინეთის, სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის დამაკავშირებელ ეფექტიან მარშრუტებს. სასიხარულოა, რომ ჩვენი ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითარებაზე. ბოლო წლის განმავლობაში ტვირთის გადაზიდვები ამ დერეფნის გასწვრივ გაიზარდა 62%-ით და შეადგინა 4,5 მილიონი ტონა. ეს კი ნიშნავს თითქმის 5 მაგ ზრდას 2021 წელთან შედარებით და ასახავს მზარდ ნდობას მოთხოვნის და მიწოდების მხრივ ამ მარშრუტის მიმართ. ყაზახეთის მტკიცე გადაწყვეტილებაა რეგიონული დაკავშირებადობის გაფართოება და შესაბამისი ინფრასტრუქტურის და პირობების სისტემატური გაუმჯობესება. ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს მნიშვნელოვან როლს ამ პროცესში და ვითვალისწინებთ მის სტრატეგიულ სატრანზიტო და სატრანსპორტო პოტენციალს ჩვენი საერთო განვითარების გეგმების ფარგლებში. საქართველოსა და ყაზახეთს ტრადიციულად დაკავშირებთ მჭიდრო მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები. გამოვხატავთ მადლიერებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერის გამო საერთაშორისო დონეზე აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის მოცულობა ხასიათდება ზრდის ტენდენციებით. ყაზახური ბაზარი მიმზიდველია ქართველი ექსპორტიორებისთვის. ჩვენ მზად ვართ ხელი შევუწყოთ ქართული აგროსასურსათო პროდუქტების ექსპორტს ყაზახეთში. ასევე წავახალისოთ ინვესტიციები აგროსასურსათო სექტორში. ყაზახეთი არის საქართველოსთვის ერთ-ერთი სტრატეგიული და სწრაფად მზარდი ტურისტული ბაზარი. შესაბამისად გამოვხატავთ მზად ყოფნას, განვაგრძოთ თანამშრომლობა ყაზახურ მხარესთან ტურიზმის სფეროში. გვაქვს შესანიშნავი საინვესტიციო კლიმატი, ერთ-ერთი ყველაზე დაბალი გადასახადები, ასევე წვდომა ძირითად საერთაშორისო ბაზრებთან. საქართველო დაინტერესებულია თანამშრომლობის განვითარებით ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით და მიესალმება ყაზახ ინვესტორებს. სასიხარულოა, რომ ყაზახური ბიზნესი წარმატებით ვითარდება საქართველოში. საქართველოს, ყაზახეთისა და აზერბაიჯანის რკინიგზებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად შესაძლებელი გახდა შუა დერეფნის პროექტის განხორციელება. შესაბამისად ამ მარშრუტების გამოყენებით ხორციელდება სარკინიგზო საკონტეინერო გადაზიდვები ჩინეთიდან ევროპისა და საპირისპირო მიმართულებით. მიზანშეწონილია ძალისხმევის გააქტიურება შუა დერეფნის განვითარების ხელშეწყობისა და დამატებითი ტვირთების მოზიდვის მიმართულებით. საქართველოს აქვს შესაძლებლობა იყოს დამაკავშირებელი რგოლი ევროპას, ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ აზიას შორის, ასევე ცენტრალურ აზიასა და აღმოსავლეთ აზიას შორის. დაკავშირებადობის საერთაშორისო მარშრუტები გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ვიქცეთ ევროპასა და აზიას შორის ციფრულ ცენტრად. საქართველო მიესალმება ყაზახური ენერგორესურსების, კერძოდ ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირების ზრდის პერსპექტივებს, საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და შავი ზღვის პორტების მეშვეობით. ყაზახეთთან ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებას აქვს ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა. თუმცა გასაკვირი არ არის, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ერთ-ერთი პირველი ვიზიტი, ოფიციალური ვიზიტი იმართება სწორედ ყაზახეთში. ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო პოლიტიკური თანამშრომლობა, ასევე ძალიან მჭიდრო ეკონომიკური, სავაჭრო თანამშრომლობა. ჩვენ ვისაუბრეთ დღეს სხვადასხვა პროექტზე, რომელიც ხელშეუწყობს ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას. ვფიქრობთ, რომ არის ძალიან დიდი პერსპექტივა იმისათვის, რომ კიდევ უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლოთ სხვადასხვა თემაზე, გარდა პოლიტიკური თანამშრომლობისა, ეკონომიკური საკითხებისა, სხვადასხვა სფეროში შევეხეთ ჩვენ თანამშრომლობის პერსპექტივებს, როგორც არის იგივე კულტურა, სპორტი, განათლება და ასე შემდეგ. ყველა მიმართულებით გვექნება პროგრესი. ნიშნავს, რომ ჩვენ სავაჭრო ეკონომიკური პოტენციალი სრულად არ გვაქვს ათვისებული ამ ქვეყანასთან, ამიტომ თითოეული შეხვედრა უმაღლეს დონეზე ძალიან მნიშვნელოვანია.
მნიშვნელოვანი ბიძგის მიმცემია ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურებისთვის. დღესაც ჩვენ შეხვედრაზე დავფარეთ ფაქტიურად ეკონომიკური თანამშრომლობის ყველა საკითხი, რომელიც ეხებოდა ვაჭრობას, ორივე ქვეყნიდან ვაჭრობის ზრდის დიდი პოტენციალი არსებობს და ამაზე პრემიერ-მინისტრებმა დეტალურად ისაუბრეს. ჩვენ ასევე განვიხილეთ თანამშრომლობა საინვესტიციო მიმართულებით და მართლაც საქართველოში ყაზახეთიდან წლების განმავლობაში ხორციელდება მნიშვნელოვანი ინვესტიციები. კოვიდის ასე ვთქვათ პერიოდის გათვალისწინებით და შემდგომში უკვე უკრაინის ომიდან გამომდინარე დერეფანი მზად დახვდა გაზრდილ ტვირთბრუნვას. უფრო მეტიც რეალურად იმ უახლოესი გეგმების განხორციელების შედეგად თამამად შეიძლება ითქვას, რომ რამოდენიმეჯერ იზრდება გამტარობა, რაც ბუნებრივია. ბევრ სხვა პირობასთან ერთად და მათ შორის საგზაო უსაფრთხოება და ზოგადად თანმზდევი დადებითი ასე ვთქვათ სარგებელი, რაც ამას გააჩნია, ცალსახად მიუთითებს დერეფნის მიმზიდველობის და შესაბამისად უკვე მიმზიდველობის გაზრდას. ყაზახეთს გააჩნია უდიდესი პოტენციალი, რომ იყოს საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო ქვეყანა აგროსასუსათო პროდუქტის მიმართულებით, როგორც საიმპორტის კუთხით, იმიტომ რომ არის აგრარული ქვეყანა, გარდა ამისა თავისთავად ცხადია, რომ შესაძლებლობები მნიშვნელოვანია და ზუსტად ასეთი ტიპის ურთიერთობები აძლიერებს კიდევ უფრო მეტად იმ შესაძლებლობებს, რომელიც ამ ორი ქვეყნის თანამშრომლობას გააჩნია და ზუსტად ამას ემსახურება დღევანდელი შეხვედრა. ქართული ოცნება ახალ საკანონმდებლო ინიციატივებს აანონსებს. საუბარია ქართულ კანონმდებლობაში ფარას ანალოგი შექმნაზე, რაც ცვლილებებს უნდა ველოდოთ და რას გულისხმობს ინიციატივები. დავაინიცირებთ კანონპროექტს, რომელიც იქნება ამერიკული ფარას დღეს მოქმედი რედაქციის პირდაპირი ასლი. როგორც მოგეხსენებათ, ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა ხელისუფლებამ აღიარა, რომ ამერიკული დაფინანსება ხმარდებოდა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში არეულობის და რევოლუციის მხარდაჭერას. შარშან პარლამენტმა მიიღო ფარას მსუბუქი ვერსია, რომელიც ჯერ სრულფასოვნად არც აგვიმოქმედებია, თუმცა იცით, რომ მიუხედავად მისი ძალაში შესვლისა, რეესტრში რეგისტრაციაც კი არ გაუვლია რამდენიმე ათეული. ყველაზე მდიდარ და გარე დაფინანსების მიმღებ ყველაზე მსხვილ არასამთავრობო ორგანიზაციას. დაინიცირდება მედიის კანონი, რომელსაც მივიღებთ ბრიტანული მოდელისა და კანონმდებლობის შესაბამისად. კანონით დადგინდება მედიის ობიექტურობის, აგრეთვე ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები, განისაზღვრება აღნიშნული სტანდარტების მონიტორინგის და დაცვის ინსტიტუციური მექანიზმები. შეიზღუდება მედია საშუალების დაფინანსება უცხოური წყაროებიდან. გამარტივდება საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელების დანიშვნები, გარდა გამონაკლისის შემთხვევებისა, საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელების დანიშვნა და გათავისუფლება განისაზღვრება მინისტრის ან სხვა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის დისკრეციულ უფლებამოსილებად. შეიზღუდება საჯარო სამსახურში უცხოური წყაროებიდან დაფინანსებული სარგებლის მიღება. შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის თანხმობის გარეშე. პარალელურად მთავრობა შექმნის ფონდს საზოგადოებრივი ორგანიზაციების ინიციატივების დასაფინანსებლად, რისთვისაც შევა ცვლილებები გრანტების შესახებ კანონში. საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რომლებსაც სურთ უზრუნველყონ არა უცხოური, არამედ ქართველი ხალხის გავლენების გატარება საქართველოში, შეეძლებათ მიიღონ საგრანტო დაფინანსება საქართველოს მთავრობისგან. მომდევნო 2 თვის განმავლობაში. გავამკაცრებთ ანტინარკოტიკულ პოლიტიკასა და კანონმდებლობას, სადაც სახელმწიფო ნარკოტიკის ნებისმიერი სახის გამსაღებლის მიმართ იქნება უკიდურესად მკაცრი, ხოლო მომხმარებლებს მათი ყველა უფლების დაცვასთან ერთად უბიძგებს უარი თქვან ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებაზე. კიდევ ერთხელ საზოგადოებას უნდა უთხრათ, რომ შევეგუოთ იმ აზრს, რომ თუ ამერიკაში ასეთ ძლიერ სახელმწიფოში არის საჭირო ასეთი კანონის არსებობა, რომელიც აუცილებელია რომ დაიცვას ამერიკა უცხოური ფულისგან, უცხოური გავლენებისგან, რასაც სხვათა შორის დღევანდელი ამერიკის პრეზიდენტი პირდაპირ საუბრობს, რომ მან უნდა დაუბრუნოს ამერიკას თავისი სიდიადე და აბსოლუტურად ვეთანხმები. შესაბამისად,
ეს კანონი რატო არ უნდა იყოს საჭირო და აუცილებელი საქართველოში, რომელიც დააზღვევს დეზინფორმაცია, შავი ფულის შემოდინებას, რომელიც ხათაშორის დადასტურდა მათ შორის ამერიკის პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის მხრიდან, რომ სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, USAID-დან, რომელიც არის ამერიკის სახელმწიფო სააგენტო, თურმე მოდიოდა ფულები რევოლუციისთვის და რადიკალური პროცესებისთვის. შესაბამისად, მათ შორის მედია საშუალებების დეზინფორმაცია, როგორც ეს ხდება დიდ ბრიტანეთში, ანუ თუ ამერიკას ჭირდება უსაფრთხოების დაცვა ამ კანონით ამერიკაში, რატო არ ჭირდება ეს საქართველოს, მით უმეტეს ასეთ პატარ ქვეყანას? ინიციატივა, რომელიც მეც სულ რამდენიმე წუთის წინ შევიტყვე, არის ძალიან მკაფიო დასტური იმისა, რომ ამ რუსული ხელისუფლების ერთადერთი მიზანი არის თავისუფალი საქართველოს მოკლა, საქართველოს იზოლირება ცივილიზებული მსოფლიოდან და მისი შეერთება რუსულ ავტოკრატიასთან. ეს ხელისუფლება არის ბოროტმოქმედი ბანდფორმირება, რომელიც მტრობს თავისუფლების ყველა ფორმას და რასაკვირველია ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ ყავს თავისუფალი და კრიტიკული მედია, რომლის შახშობაც და გაჩევაც რუსეთს. თამაში იწევს ქართული ოცნება, მათ ვერ ამოქმედეს რუსული კანონი, ხედავენ რომ საერთაშორისო გრანტები შემცირებულია, ამიტომ იგონებენ ახალ თემას და ამ თემაზე უნდათ ეხლა რომ ვიმსჯელოთ. ოპოზიციამ არის გამორიცხული, არის ბოდვა, ამაში არავინ არ შედის, არავინ არ ისაუბრებს. იმიტომ რომ დღეს გვაქვს პროტესტის, არ ვიცი, უკვე მესამე თვე დაიწყო, ადამიანები არიან დაჭერილები, უსაფუძვლოდ სამართლის გარეშე, კორუმპირებული მოსამართლეები და რატომ უნდა ვილაპარაკო ახლა ფარაზე, როცა არის ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები ამ ქვეყანაში, რომელიც ძირს უთხრის დემოკრატიას და გვაკორკინებს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას. ქვეყანაში არსებული ვითარება, მოქალაქეთა დაკავებები და ქართული ოცნების ახალი საკანონმდებლო ინიციატივები. ამ თემაზე იმსჯელეს საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან სალომე ზურაბიშვილმა და ოპოზიციონერმა ლიდერებმა. შეხვედრაზე გამოითქვა მოლოდინი, რომ პარტნიორების მხრიდან სახელმწიფო გუნდზე ზეწოლა და სანქციები გაგრძელდება. გზავნილი და თემა ჩვენი ევროპელი პარტნიორებთან ის იყო, რომ დღეს რეალურად დასრულდა საქართველოში პოლიტიკური ცხოვრება. რამე თუ აღარ არის პოლიტიკური სივრცე, პარლამენტი თავისთავად არ არის პოლიტიკური სივრცე, უკვე არჩევნებიდან აღარ არის, კონსტიტუცია აღარ არსებობს, არც ერთი უფლება დაცული აღარ არის, არც გამოთქმის უფლება, არც შეკრების უფლება აღარ არის დაცული და ჩვენ ამას ვხედავთ ყოველდღიურად. ამდენად ლაპარაკი იმაზე, რომ შეიძლება გავრცელდეს ამ ქვეყანაში რამე პოლიტიკური ცხოვრება, რამე პოლიტიკური წარმონაქმნი, წარმოუდგენელია, სანამ მანამ არ იქნება დანიშნული არჩევნები და ეს იყო მთავარი გზავნილი ამ ელჩებისთვის და მათი დედაქალაქებისთვის, რომ დღეს საჭირო არის განახლებული იყოს, როგორც აქ განახლდა რეპრესიები, განახლებული იყოს ზეწოლა ჩვენი პარტნიორებისგან, ვინც ითხოვს ან ოპოზიციისგან, ან საზოგადოებისგან, ან ზოგჯერ პრეზიდენტისგან, რომ აბა რა გეგმები და რა პოლიტიკა გაქვთ, ეს არის აბსურდული კითხვები, იმიტომ ჩვენ ვართ იმ რეჟიმში, სადაც შეიძლება მხოლოდ ბრძოლა. და ეს ბრძოლა გაშლილი არის ყველა ფრონტზე და ჩვენ ვხედავთ და ამას ძალიან აფასებენ და ეს იყო ჩვენი აქ პარტნიორების მოსვლის ერთ-ერთი გზავნილი ჩვენთვის, რომ უყურებენ და არიან აღფრთოვანებული იმითი თუ რა შემართებით არის დღევანდელი ჩვენი საზოგადოება. საუბარი იყო შექმნილ ვითარებაზე, რომ ქვეყანაში რეალურად ჩამოყალიბდა დიქტატურა, რომ კანონის უზენაესობა უკვე მხოლოდ ფეხქვეშ კი არ არის გათელილი, არამედ ხდება ტიპიური დიქტატორული სტრუქტურების ჩამოყალიბება, არის საპოლიციო დიქტატურა, ეს ყველას ცნობილია, რომ უკვე 60-ს გადაცდა პოლიტიკური პატიმრების რიცხვი. ჩვენ ვართ ქართულ ხალხთან ერთად, თქვენ ნახეთ, რომ ეხლა ამ შეხვედრაზე ვიყოფებოდით 4-ვე კოალიციის წარმომადგენელი და ასევე პრეზიდენტის მიერ იყო ეს მოწვეული. ეს არის სწორედ იმ ერთობის დემონსტრირება, რომელიც ჭირდება ჩვენ ხალხს. ჩემი პოზიცია გითხარით, ნიკა გვარამიას განსხვავებას დაკავშირებით მიმართეთ ნიკა გვარამიას. რა თქმა უნდა, მთავარი სათქმელი არის პოლიტპატიმრები, რომელთა რაოდენობას იზრდება და წნეხი, რომელიც აუცილებელია ჩვენი პარტნიორების მხრიდან და ახალი არჩევნები. ასევე დეტალებში ბუნებრივია გავაცანით იმ
სრულიად არაკონსტიტუციური კანონების შესახებ, რომელიც გამიზნულია ადამიანების დასაჩაგრად, საცემად და ასე შემდეგ, რასაც ეს ეგრეთ წოდებული ამ შენობაში შეკრებილი ჯგუფი იღებს და ბუნებრივია ვისაუბრეთ იმაზე, თუ რას ელოდება ქართული ხალხი, რას ელოდებიან პოლიტპატიმრების ოჯახები, რას ელოდება ის ხალხი, რომელიც იბრძვის ჩვენი პარტნიორებისგან, ევროპელებისგან, ამაზე საკმაოდ დეტალურად ვისაუბრეთ. გრძელდება რეჟიმის არაღიარების პოლიტიკა, გრძელდება სანქციების პოლიტიკა და ეს სანქციების პოლიტიკა კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს და გაფართოვდეს. დიდი ხნის განმავლობაში მათ შორის არჩევნებამ დედს. საუბრობდი ოპოზიციური ერთიანობის მნიშვნელობაზე. მე ვფიქრობ, რომ ახლა დიქტატურის ღიად კონსოლიდაციის მცდელობამ უკვე ახალი გამოწვევის და რეალობის წინაშე დაგვაყენა და იმედი მაქვს, რომ ისინიც კი, ვინც არჩევნებამდე ამ საჭიროებას ვერან არ ხედავდნენ, ახლა გადააფასებენ ამ საჭიროებას. ფორმაციებზე არ ვისაუბრებ, დარწმუნებული ვარ, რომ ფორმაციებზე შეთანხმება ძალიან მარტივი იქნება, მას შემდეგ, რაც მივიღებთ სტრატეგიულ გადაწყვეტილებას ერთიან ფრონტთან დაკავშირებით. სხვადასხვა სიტყვებს, რა თქმა უნდა, ივანიშვილის პროპაგანდა მუდმივად გამოეკიდება, მაგრამ უნდა შეეგუონ მათ შორის მისი პროპაგანდისტები, რომ ისინი არიან უკიდურეს უმცირესობაში და ვინ რა ტერმინი ამ ფრაზეოლოგი არ უნდა გამოიყენოს, რაც მთავარია, თანხმდება ქართველი ხალხი, რომ ივანიშვილის რუსული რეჟიმი უნდა დასრულდეს. მოძრაობა, რომელიც ამხილა თავად დღევანდელმა ამერიკის პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ, ჩვენ რა უფლება გვაქვს საერთოდ რომ ესენი ან ოპოზიციად მოიხსენიოთ, ან პოლიტიკოსებად. ამიტომ ეხლა ერთმანეთში ილაპარაკებენ ის ზურაბიშვილის სახით, იმ ელჩებს დაელაპარაკებიან, რომლებიც სხვათა შორის უკვე ასევე ცნობილები არიან უკვე მათ შორის შეერთებული შტატების მხრიდან, როგორც სამწუხაროდ საქართველოს რადიკალურ პროცესებში მონაწილეები, ამას არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს. რა თქმა უნდა, ყურადღება უნდა მივაქციოთ, ამას შესაბამის უწყებები მიაქცევენ ყურადღებას, რა ქარიყოს ამ ტიპის რადიკალური პროცესები, მოგონებები შეიძლება ქონდეს გვარამიას, მაგრამ თბილი ნამდვილად არ იქნება ის. იმიტომ რომ მთელი თავის ცხოვრება ყოველ შემთხვევაში, რაც პოლიტიკაშია თუ მედია საშუალებებშია, ყოველთვის ებრძოდა საქართველოს, როცა იყო ხელისუფლებაში და როცა არ არის ხელისუფლებაში. ამიტომ მისი ასეთი სიტყვები კიდევ ერთი მტკიცებულება გახლავთ იმისა, რომ ეს ხალხი არ შეიცვლება, ეს პოლიტიკური ძალა არ შეიცვლება. გვარამიას ეს პოსტი ადასტურებს, რომ მათი გეგმა არის ხელისუფლების დამხობა და არა არჩევნებით და დემოკრატიული გზით ცვლა, რაც შეეხება მის დასამხობ ხელისუფლებას, ასეთი რამბუნებაში არ არსებობს. ეს არის დამოკიდება იმისა, რომ მათ ჰქონდათ ახლაც აქვთ გეგმა ხელხანაში არეულობის დესტაბილიზაციის და ხელისუფლების ამგზით შეცვლის, თუმცა როგორც ჩანს ეს გეგმა რომ არ მუშაობს, თავადაც დარწმუნდნენ და ამ გეგმის შესრულებას რომ აღსრულება არ უწერი ალბათ ხდებიან და ამიტომაც ცდილობენ რომ კიდევ უფრო მეტად რაიმე ფორმით დაძაბონ ურთიერთობა და სიტუაცია ქვეყანაში, თუმცა რა თქმა უნდა როგორც ჩანს მაგათ თავად დარწმუნდნენ რომ ამის რესურსი აღარ გააჩნიათ. პარლამენტმა სამი ოპოზიციური გაერთიანების 59 წევრს სადეპუტატო უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტა. სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ პარლამენტს სამმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ თავად მიმართა. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ არ შეიძლება ოპოზიცია მუდმივად უარს აცხადებდეს საპარლამენტო მუშაობაში მონაწილეობაზე და ეს მათი მხრიდან შანტაჟის სიარაღად იყოს გამოყენებული. მათი თქმით, შანტაჟს ყოველთვის მოყვება სამართლიანი და კანონიერი პასუხი. წარმოგიდგენთ საკითხს პარლამენტის წევრებისთვის, კერძოდ ეს არის 59 წევრი ოპოზიციის წარმომადგენელი, საპარლამენტო უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ გაწყვეტილების მისაღებად, როგორც მოგეხსენებათ, ბარიერს გადალახული პარტიებიდან ნაწილმა, სამმა პოლიტიკურმა პარტიამ არ ისარგებლა საპარლამენტო მანდატით, მათ გამოთქვეს სურვილი მანდატის დატოვების და არ გაამართლეს ის ნდობა, რომელიც საკუთარმა ამორჩეველმა მისცა. შესაბამისად, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღეს იმსჯელა ხსენებულ საკითხზე და მხარი დაუჭირა მათ წერილობით განცხადებას უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ. პოლიტიკური თვალსაზრისით როგორც პლუსები, ასევე მინუსები გადაწყვეტილების მიღება სადებით შემთხვევაში აქვს, მაგრამ საბოლოო ჯამში
საპარლამენტო უმრავლესობა მიიღო გადაწყვეტილება მთავარ არგუმენტზე დაყრდნობით, რომ არ შეიძლება მუდმივ რეჟიმში ოპოზიცია პირველი იჩენდეს უპატივცემულობას საკუთარი ამორჩევლის წინაშე, უარს აცხადებდეს საპარლამენტო მუშაობაში მონაწილეობაზე და მეორე, ეს ყველაფერი არ შეიძლება იყოს მუდმივი შანტაჟის იარაღად გამოყენებული. თუ ეს პრეცედენტი ჩვენ კვლავ დაუშვით, როგორც წინა შემთხვევაში ეს გავაკეთეთ, მაშინ ვიდრე ისინი არ გაიმარჯვებენ და ნაცი საქართველოში ვერასდროს გაიმარჯვებს, ალბათ ყველა დარწმუნებულია, ვიდრე ისინი არ გაიმარჯვებენ, იქნებიან ამ საბოტაჟის რეჟიმში და ყოველთვის გარე დავალების შესაბამისად გამოიყენებენ საბოტაჟის იარაღად ამ თავის მავნებლურ გადაწყვეტილებას. ბევრ მათგანს ძალიან უნდა პარლამენტში შემოსვლა და წარმოიდგინეთ, როგორ არ არიან ისინი თავისუფლები თავიანთ გადაწყვეტილებებში, რომ ისინი ამას ვერ ახერხებენ, ზოგი შეგნებულად, ზოგი თავისი სურვილით, მაგრამ დიდი უმრავლესობა ვერ ახერხებს პარლამენტში შემოსვლას, იმიტომ რომ მათ ავალებენ, რომ იყოს მათი ეს კონკრეტული ქმედება საბოტაჟის იარაღად გამოყენებული. ჩვენ ამის საშუალებას აღარ მივცემთ და ამიტომ დღეს მხარს დაუჭერთ თითოეული მათგანის უფლებამოსილების შეწყვეტა. 83 მომხრე, 0 წინააღმდეგი დადგენილება. ნამდვილად ჩემი მხრიდანაც დავამატებ. ის ვინც ცდილობს დემოკრატიის და საქართველოს მოსახლეობის შანტაჟს, რა თქმა უნდა, მიიღებს ყოველთვის სამართლიან კონსტიტუციურ კანონიერ პასუხს ამაზე. 2020 წელს ყალბი ნარატივით, რომელიც შემდეგ გაირკვა, რომ იყო ორგანიზებული და მხარდაჭერილი ზოგიერთი მათი მოკავშირე არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან. როდესაც გაირკვა, რომ იყო ორგანიზებული და მხარდაჭერილი ზოგიერთი უცხოური ორგანიზაციის მხრიდან. როდესაც გაირკვა, რომ ჩვენ ფაქტობრივად საქართველოს ამყოფეს როგორც 1 წელი 2020 წლის არჩევნების შემდეგ, ისევე შემდეგი 3 წელი მიუხედავად იმისა, რომ შემოვიდნენ, გახსოვთ თქვენ, რომ ნახევარზე მეტი სხდომებისა გაცდენა ჰქონდათ, ხან ბოიკოტით და ხან ისე გაცდენა ჰქონდათ, არ უმუშავიათ რეალურად არც ერთი დღე პარლამენტში და ნახეთ ჩვენ, რომ იმის გამო, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობა მისცა შანსი, რომ მათ საკუთარი ამორჩევლის ნება წარმოედგინათ, ამის გამო ამან გამოიწვია ის, რომ ეს შეეცადა რადიკალური ოპოზიცია, ეს ექცია პრეცედენტად და 2024 წლის არჩევნების შემდეგაც ზუსტად ხედავთ იგივე მცდელობას არჩევნების გაუქმებისა და ხალხის ნების უარყოფისა და ხედავთ იგივე მეთოდებს მათ შორის მანდატებზე უარის თქმის შესახებ, რა თქმა უნდა, ამას ვერ დაუშვებთ ჩვენ ქართული ხალხის სახელით, რომ საქართველოს კონსტიტუცია, დემოკრატია იყოს უგულებელყოფილი და ხალხის ნების ფეხქვეშ გათევლად ცდილობდეს რადიკალური ოპოზიცია მისი შიდა თუ გარე მფარველების მეშვეობით. თბილისის მოლთან დაკავებული პირების სასამართლო პროცესი გაიმართა საქალაქო სასამართლოში. საუბარია სისხლის სამართლის დანაშაულზე. ბრალდებულებს შორის არის ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავაც. ადვოკატების ინფორმაციით, მათი დაცვის ქვეშ მყოფები ბრალს არ ეთანხმებიან და აცხადებენ, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია. დღესვე ჩანიშნულია დიმიტრი ბიძინაშვილის სასამართლოც. 2 თებერვალს დაკავებულებს შორის 8 პირს გადაუკვალიფიცირდა საქმე და მათ ახლა გამოძიება არა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, არამედ სისხლის სამართლის დანაშაულს ედავება. ბრალი მათ დილიდან წარედგინათ. წარდგენილი ბრალდება არის იმდენად აბსურდული, რომ რა თქმა უნდა, მოთხოვნაც და მოლოდინიც გვაქვს, რომ გიგი უგულავა და სხვა დაკავებულებიც უნდა დარჩენ ყოველგვარი აღკვეთის ღონისძიების გარეშე, თუმცა რას იზავს სასამართლო, რომელიც იმ პოლიტიკური დაკვეთის შესრულების რგოლის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, რომელიც ქვეყანაში არსებობს ივანიშვილის მეთაურობით, ამაზე წინასწარ რაიმეს თქმა შეუძლებელია, როგორც იურისტი, კანონმდებლობის საფუძველზე არანაირი ასე ვთქვათ მოლოდინი, რომ აღკვეთის ღონისძიება იქნება გამოყენებული, ნამდვილად არ ვარ. სამწუხაროდ ამ ეტაპზე ჩემთვის ცნობილი არ არის ბრალდების ხარე რას მოითხოვს, თუმცა რაც არ უნდა მოითხოვოს, ეს იქნება პატიმრობა თუ გირაო, უნებრივია ვერცერთ შემთხვევაში ვერ დავეთანხმებით, ვინაიდან არ არსებობს არც ფაქტობრივი, არც ფორმალური საფუძველი, რომ ზოგადად ირაკლის მიმართ გამოყენებული იქნას
რაიმე სახის აღკვეთის ღონისძიება. არ გვექნება სავარაუდოდ ალტერნატივა, ვინაიდან ფაქტობრივი საფუძველიც კი სახეზე არ არის, სრულად გაყენებულად ვისაუბროთ მუხლის არაკონსტიტუციურობიდან, არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება გარდა ერთადერთი პოლიციელის ჩვენებისა, რომელიც ამბობს, რომ ადმინისტრაციული წესით დაკავდა ირაკლი, თითქოს მან ჩაიდინა დანაშაული. სხვა რაიმე მტკიცებულება არ არსებობს. დაცვის მხარე საერთოდ ითხოვს აღკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვებას, ვინაიდან არ ჩაუდენია ირაკლი ტაბატაძის არანაირი დანაშაული და მის მიმართ არ უნდა იქნას გამოყენებული აღკვეთი ღონისძიების არც ერთი სახე, ის არ აღიარებს დანაშაულს, საქმეში არ მოიპოვება არც ერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მისი მხრიდან არათუ დანაშაულის ჩადენას, არამედ რაიმე სახის გადაცდომის ჩადენას. მისი გზის სავალ ნაწილზე გადამოყვანა მოხდა პოლიციის თანამშრომლების მხრიდან ძალადობრივად, გარდა იმისა, რომ თვითონ ამ მუხლს აქვს ბევრი სამართლებრივი პრობლემა, საქმეში არ არსებობს რომელიმე ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება. პარლამენტმა პირველი მოსმენით დაჩქარებული წესით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილება 82 ხმით მიიღო. კანონ პროექტით ზუსტდება საჯარო დაწესებულებაში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთან სახელმწიფო ენის ცოდნასა და 18 წლის ანუ სრულწლოვნების ასაკის მოთხოვნებთან დაკავშირებული ცალკეული საკითხები. ცვლილებებით კანონში პირდაპირ მიეთითება, რომ ერთადერთი თანამდებობა, რომელზეც ქართული ენის ცოდნის მოთხოვნა პირდაპირ არ გავრცელდება, არის რჩევლები. თავაზობ რედაქციას, რომელს მიხედვითაც უფლებამოსილება შეწყდება არა დამნიშნავი უფლებამოსილი პირის უფლებამოსილების შეწყვეტისთანავე, არამედ მას შემდეგ, რაც მის ნაცვლად სხვა პირი იქნება, ან იგივე პირი იქნება დანიშნული. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა უზრუნველყოფს იმას, რომ არ მოხდეს საჯარო სამსახურში წყვეტა და უფლებამოსილებები არ შეუწყდეთ დროზე ადრე პირებს. შრომის კოდექსის სტანდარტის გადმოტანა ხდება საჯარო სამსახურის სტანდარტში და დამსაქმებელს ექნება შესაძლებლობა აირჩიოს ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, ან ერთი თვით ადრე გააფრთხილოს და ერთი თვის კომპენსაციას აიღებს დასაქმებული, ან სამი თვით ადრე გააფრთხილოს, შეუძლება ხელშეკრულება და ორი თვის კომპენსაციას აიღებს. უფლებების ნაწილში დასაქმებულისთვის არაფერი არ იცვლება. კიდევ ერთი ინსინუაციები გამოიწვია სახელმწიფო ენასთან დაკავშირებული. საქართველოში სახელმწიფო ენა არის ქართული, ხოლო აფხაზეთში აგრეთვე აფხაზური და შესაბამისად სამართალწარმოებაც და საქმის წარმოებაც საჯარო სამსახურში არის ქართულ ენაზე და არავის არ აქვს შესაძლებლობა, რომ ქართული ენა რომ არ იცოდეს და ისე დასაქმდეს. ეს არის კანონის სულისკვეთება, მაგრამ იმისათვის, რომ მავნებლებს კოვზი ნასარში კიდევ ერთხელ ჩაუვარდეთ, შავი თეთრზე პირდაპირ წერთ კანონში, რომ ერთადერთი პირი საჯარო სამსახურში, რომელიც შეიძლება არ მოეთხოვებოდეს ქართული ენის ცოდნა, ესენი იქნებიან მრჩევლები მხოლოდ, სხვა ყოველ შემთხვევაში ეს იქნება აკრძალული.